საქართველოში ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად ახალი რეგულაციები ამოქმედა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის იურიდიული სტატუსი და კომპანიები, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ. 10,000 ლარამდე ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ასევე მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიებისთვის დაწესდა დამატებითი ხელშემწყობი მექანიზმების. მან შეუძლიათ კვლევისა და განვითარების დანახარჯების 20%-ამდე გრანტის მიღება სახელმწიფოსგან. რა კონკრეტულ ცვლილებებს მოიტანს ახალი მოდელი და როგორც ახალისებს ინოვაციურ საქმიანობას თემას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელთან ავთანდილ კასრაძესთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თავდაპირველად კიდევ ერთხელ მაყურებელს რომ განუმარტოთ, რას ეხება და მე უკვე თავარი, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს იქნება შედეგიანი და მთლიანობაში რა მიზნის და ეფექტის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს გადაწყვეტილება. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელდა და პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ინოვაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ეს გულისხმობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. პირველი არის ის, რომ განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპ კომპანიის სტატუსი. აქამდე ეს ამ საკითხი იყო ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ, არ იყო ჩამოყალიბებული განსაზღვრება ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში, რას ნიშნავს იყო ინოვაციური სტარტაპი, რა არის ის მინიმალური კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია და შესაბამისად ჩვენ ძალიან ფართო საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით უზრუნველყოფით, რომ ყველაზე ოპტიმალური მოდელი გვეპოვა, რომლითაც შეიძლება ესეთი რთული საკითხის სამართლებრივ დონეზე დარეგულირება, რათა განსაზღვრულიყო ინოვაციური სტარტაპის. ინოვაციური სტარტაპის განსაზღვრა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ერთი რაც პირდაპირ მოყვა არის ის, რომ ჩვენ თვითონ გავაყოლეთ საგადასახადო მნიშვნელოვანი შეღავათები და მეორე მხრივ ზოგადად ინოვაციური სტარტაპის განსაზღვრა ეკონომიკაში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ ბევრ მათ შორის კერძო უწყებას უკვე შეუძლია მათ კონკრეტული სერვისები თუ შეთავაზებები თუ შეღავათები განახორციელოს იმ სტარტაპებზე, იმიტომ რომ მაგათაც კერძო კომპანიებს ჰქონდათ ხოლმე ესეთი მაგათაც ინტერნეტ პროვაიდერებს თუ ბანკებს თუ ასე შემდეგ, რომ კიდევ ეხმარებით სტარტაპებს, მაგრამ ვინ განსაზღვრავს რა არის სტარტაპი. და ეხლა უკვე საკანონმდებლო დონეზე ძალიან დახვეწილად იქნება და ეს სტატუსი იქნება ოფიციალურად ამ კომპანიების. შესაბამისად, კერძო სექტორს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, შემოთავაზებების გაკეთება შეუძლია სტარტაპებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ მთავრობის შეღავათებს. ჩვენ საუბრობთ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებზე. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საგადასახადო ნაწილში არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში თუ იგივე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებაში ასე შემდეგ არსად არ ყოფილა, რომ 0% იყოს საშემოსავლო გადასახადი. ეს ვრცელდება ექსკლუზიურად მხოლოდ ქართული ინოვაციურ სტარტაპებზე. 10,000 ლარი თქვენ აღნიშნეთ, 10,000 ლარი ჩაკეტილია ზედაზღვარი იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ საერთოდ აზრი დაიკარგება მოგების გადასახადის თემას და თუ მაგალითად სტარტაპი გასცემს ხელფასად 10,000 ლარზე მეტ ხელფასს, 10,000 ლარამდე მაინც 0%-ის საშემოსავლოს გადაიხდის და მხოლოდ ნამატზე მოუწევს გადასახადის გადახდა. ანუ 10,000 ლარის ფარგლებში ყველა თითოეულ თანამშრომლებზე ის გათავისუფლდება მთლიანად საშემოსავლო გადასახედიდან პირველი 3 წლის განმავლობაში. სტარტაპის სტატუსი 3 წლის შემდგომ კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაგალითად პირველ შემთხვევაში ეს არის, რომ თუ 5 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა ამ სტარტაპმა, კიდევ 3 წლით გაუხარჯლდება სტარტაპის სტატუსი და ამ შემთხვევაში 5%-იანი საგადასახადო დაბეგრის რეჟიმი იქნება, 20%-ს მაგალითად გადაიხდის 5%-ს. და კიდევ 4 წლითაც შეიძლება გაგრძელდეს. ანუ მთლიანად ქართულმა სტარტაპებმა 10 წლიან რეჟიმში შეუძლია საგადასახადო შეღავათიან რეჟიმში იფუნქციონიროს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ გლობალურ კონკურენტუნარიანობის მოპოვებაში. ბატონო, იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეუძლებელია, რომ ვინმე არ დაგეთანხმოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იყო აუცილებელი, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ტექნოლოგიური ჰაბი გავხდეთ და რეალურად ქართულმა სტარტაპ კომპანიებმა შეძლონ მართლა კონკურენტუნარიან გარემოში საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობა. თუმცა
რეალურად რამდენად მზად არიან ქართული სტარტაპ, ამ შემთხვევაში ინოვაციური სტარტაპ კომპანიები, რომ ამ ტიპის შეღავათები მივცეთ. ხომ არ არსებობს ერთგვარი შიში ან რისკი ყოველგვარ მიმართულებით იქნება ბიზნესს ეხება საქმე, თუმცა რამდენად გათვლილი, რომ დაუშვათ არ ისარგებლოს რომელიმე კომპანიამ არა კეთილსინდისიერად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეალურად ცუდად არ იყოს პირდაპირ მნიშვნელობით გამოყენებული. დიახ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვით ხაზი და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვნად იმუშავა წელიწადნახევრის განმავლობაში მიდიოდა. ჩვენ არ დავაჩქარეთ პროცესი ამ კანონპროექტის შემუშავების ნაწილში. მოგეხსენება ჩვენი 10 წლის იუბილეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაანონსა და იმის შემდგომ კიდევ ერთი წელი მიმდიოდა მუშაობა, რომ სწორი ფორმულირებები განსაზღვრული იყო, სწორი კრიტერიუმები ჩადებულიყო სტარტაპის სტატუსის განსაზღვრისას და რაც ყველაზე მთავარია ყოფილიყო მონიტორინგის შესაძლებელი, რომ არ იყოს რა თქმა უნდა ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობთ 0%-იან საგადასახადო შეღავათზე, ხო? ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის რა სისტემა არის ჩადებული ამ ნაწილში. პირველ რიგში არის ის, რომ კონკრეტული, მაგალითად, როდესაც მოითხოვება ინვესტიცია, მთლიანად ეს არის გამჭვირვალო პროცესი და ამას უყურებთ, საიდან აიღო ინვესტიცია, თუ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი მიიღო, იქ ყველაფერი ისედაც გამჭვირვალე პროცესია, ხო? უცხოური ინვესტიციებთან მიმართებაში უყურებთ, რა ტიპის საინვესტიციო ფონდისგან მიიღო დაფინანსება, ეს თუ იყო ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, თუ ენგელური საინვესტიციო ფონდი, კონკრეტული სტატუსები, რომელიც ეს ყველაფერი არის რეგულირებადი ბიზნესი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰოლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში ეს ფონდები რეგულირდება როგორც სტარტაპებს აფინანსებენ. ეს ერთი, მეორე, მხოლოდ გაცემა არ არის საკმარისი, ყოველწლიურად მათი, ასე ვთქვათ, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების აუდირება ხდება, რომ უნდა შეესაბამებოდეს დაფინანსებით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობას. ანუ ყოველწლიური გადამოწმებები ხდება სტარტაპების, რომ რამდენად ეს სტარტაპი ისევ ის სტარტაპია, თუ რეალურად შეიცვალა მან მიმართულება და აბსოლუტურად უკვე აღარ არის ინოვაციური სტარტაპი. ანუ პირველ წელს რომ შენ სტარტაპი მიიღე, არ ნიშნავს, რომ შენ თუნდაც 3 წლის განმავლობაში ისარგებლებ ამ საშემოსავლო გადასახადისგან. ყოველწლიურად სტარტაპებს უწევთ დადასტურება, აუდირებული დადასტურება, რომ არა მარტო მისი შემოსავლები, არამედ ხარჯებიც პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია. ის რაც ისედაც მიმდინარეობდა ჩვენ საგრანტო მიმართულებებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან, ასე ვთქვათ, მკაცრი წესები გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ შეღავათიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნებისმიერი კეთილსინდისიერი სტარტაპისთვის ეს არის მარტივად, ასე ვთქვათ, გასავლელი ეტაპები და შესაბამისად ამ მიმართულებითაც ჩვენ რისკები გვაქვს მინიმუმამდე დაყვანილი. მეცაც გეტყვით, რაც საერთაშორისო გამოცდილება შევისწავლეთ, ესეთი მაღალი დონის, როგორც მონიტორინგი, ისევე ზოგადად კრიტერიუმების თვალსაზრისით არც ერთ ქვეყანას არ აქვს და შესაბამისად ამ მიმართულებითაც შეგვიძლია ჩვენო ქვეყანა ვიამაყოთ, რომ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი რეგულირება მოვიფიქრეთ ინოვაციური სტარტაპების მიმართულებაში და რაც ყველაზე მთავარია მათი ამ სტარტაპების, ასე ვთქვათ, ავტორიზაცია გადის კერძო სექტორის ინვესტიციაზე და სწორედ აი ამას ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე მეორე ეტაპზე ვსაუბრობთ და მესამე ეტაპზე. კი ბატონო. თვითონ ბიზნესი და სტარტაპები რამდენად მზად არიან აი ამ ახალ რეალობას მოერგონ, შეუძლებელია ხო რომ რომელიმეს არ სურდეს ამ საშეღავათო სისტემის სარგებლობა, თუმცა თვითონ მათი სტრუქტურა, მათი გამართულობა, მათი ინფრასტრუქტურა რამდენად იძლევა მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპები არიან, მათ სხვა ხონები აქვს ხო, ანუ ამ ტიპის შეღავათებს ისინი ისედაც ვერ მიიღებენ. რამდენად იძლევა დაუშვათ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა იმის საშუალებას, რომ აი ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე მისულიყავი და რეალურად მათ მერე ისარგებლონ ამ გადაწყვეტილებას. დიახ, ჩვენ როდესაც განვიხილავდით, როდესაც მუშაობდით კანონპროექტზე, ჩვენ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, სტარტაპ კომპანიებთან, იმისთვის, რომ გაგვეგო მათგან მიგვეღო კონკრეტული წინადადებები, მოსაზრებები, შენიშვნები მათ შორის პროექტთან მიმართებაში. მზადყოფნა ნამდვილად არის სტარტაპების. ზოგადად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ჩავკეტეთ იმ ნაწილში, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ქონდეს ინვესტიცია მიღებული და ეს არ ეხება მაგალითად 5 წლის წინ რა სტარტაპების დავაფინანსეთ და ასე შემდეგ. ეხლა ვინც იწყებს თუ მიიღებს დაფინანსებას, თქონდა აი პირდაპირ მიბმული ვართ ან კერძო სექტორის დაფინანსებას და კერძო სექტორში ეს უნდა იყოს კვალიფიციური დაფინანსებელი, ანუ მათ შორის ჩემი საკუთარი კი ბატონო, ჩემი საკუთარი ფული ჩავდე სტარტაპში, ეს არ ითვლება კვალიფიციური ინვესტმენტად, ჩვენ საუბრობთ რეგულირებაზე
ჭირდებადი ბიზნესის მიერ და ეს არის ვენჩურული საინვესტიციო არა რა თქმა უნდა ეს არის ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ანგელოზ ინვესტორთა ქსელი და ასეთი ტიპის ინვესტორები რომლებიც არის ცხადებული მიმართულება ინოვაციურ სტარტაპებში შეუძლია თუ არა თქო იმიტომ რომ არა საფინანსო ინსტიტუტის ინვესტიცია არ ითვლება მეცაც გეტყვით არ არსებობს მოდელი არ არსებობს ქვეყანა სადაც საფინანსო ინსტიტუტი დებს სტარტაპში ფულს ზოგადად მისი საქმე არ არის ის დებს ტრადიციულ სექტორში რომელიც ყველაზე ნაკლებ რისკთან ასოცირდება იმიტომ რომ ბანკში როდესაც ვათავსებთ დეპოზიტებს არ გვინდათ რომ ეს დეპოზიტები მაღალი რისკიან ბიზნესში ჩადოს ბანკმა და აქ შემოდის კიდევ ერთი სოფლიოში ესე არის ეს მარტო საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი ყავს კი იმდენი ამ მიმართულების ინვესტორი, თუნდაც angel ინვესტორი, რომ ამ ტიპის პროექტებში დაფინანსება ჩადოს. თუ დაუშვათ საერთაშორისო ინვესტორებზეც შეიძლება ვილაპარაკოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ანგელოზ ინვესტორებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ უკვე 100 გადაცდა ამ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვს ჩადებული. მეკითხა რამდენს გადასახდით, რომლებსაც აქვს ჩადებული დაახლოებით 5 მილიონს აღემატება უკვე მათი $5 აღემატება მათი ჩადებული ინვესტიციები დღეს ქართულ სტარტაპებში. ასევე ვენჩურული საინვესტიციო ფონდი უკვე რამდენიმე რეგიონში ფუნქციონირებს პირველ რიგში 500 გლობალი რომელიც საქართველოში არის წარმოდგენილი და ინვესტიციებს ახორციელებს ქართულ სტარტაპში და გარდა ამისა კიდე მინიმუმ 2 ფონდი არის ეს არის Domino Venture და Stargen Venture რომელებიც არიან ევროპაში დაფუძნებული ფონდები მაგრამ ქართულ სტარტაპში უკვე 5-ზე მეტ ქართულ სტარტაპში აქვს ფული ჩადებული შესაბამისად ეს ვრცელდება რა თქმა უნდა საქართველოში მოქმედ ფონდებზე და ინვესტორებზე მაგრამ ასევე უცხოელი ინვესტორებზე რომლებიც ქართულ სტარტაპებში ჩადებენ ფულს. და ჩვენი საუბრის ბოლოს თემა მოუწურავია და სიამოვნებით დაგითმობთ სხვა დროსაც ეთერს იმდენად მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. ეს გადაწყვეტილება, მათ შორის IT ბინადრობის სისტემის შემოღება და ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან. შედეგიანი არის თუ არა? კონკრეტულ შედეგებზე შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ, თუნდაც იმ ნაწილით, რომ უფრო მეტი ინტერესი გავაჩინეთ ამ საქართველოს მიმართ და ამ სექტორის მიმართ. პირველ რიგში სტარტაპებთან მიმართებაში ეს ცვლილებები შევიდა 24 სექტემბერს ძალაში. შესაბამისად, კონკრეტულად შედეგებზე ამ წამს ვერ ვისაუბრებთ. შეიძლება ერთი წლის მერე როდესაც დავსვდებით კონკრეტულ შედეგებზე შეგვეძლება საუბარი. IT-სთან მიმართებაში რომელიც თქვენ აღნიშნეთ, აქ უკვე შეგვიძლია ეს გაზომვადი შედეგები წარმოვაჩინოთ. 2020 წლიდან მოხდა ეს მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა, უცხოელი IT სპეციალისტების შემოყვანა და რამდენიმე ციფრზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველ რიგში თვითონ IT სექტორის ბრუნვა 2020 წელთან შედარებით გაათმაგდა IT სექტორის ბრუნვა. რაში გამოიხატება ეს გაათმაგება, იმიტომ რომ შემოსავლები ეს არის პირდაპირ ექსპორტზე არის მიბმული, მაგალითად 9% არის ექსპორტი 2023 წლის მონაცემებით. 2024 წლის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს ოქტომბრის ბოლოს და ველოდებით კიდევ უფრო ზრდას. ესე იგი, გაათმაგდა და მთლიანში და პროდუქტში IT ასე ვთქვათ, სექტორის წილი იყო 1% და ეხლა არის 5%, კიდევ უფრო გაზრდილ მთლიანში და პროდუქტში. დასაქმების ნაწილში გაოთხმაგდა დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით IT სექტორში. საშუალო ხელფასი 3-ჯერ უფრო დიდი არის, ვიდრე საშუალო ხელფასი მთელ საქართველოში. კიდევ არის ფრილანსერების თემა, რომლებიც არც ერთ კონკრეტულ კომპანიაში არ არიან დასაქმებულები, მაგრამ საქართველოში შემოვიდნენ და მათი შემოსავლები წელიწადში 100,000 ლარს აღემატება. შესაბამისად, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ჩვენ ვნახეთ ეკონომიკის ზრდას, რომ პირდაპირ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ აქ მთავრობას საგადასახადო ინტერესი ცალსახად არ აქვს, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები აქვს. ეს რეფორმები კეთდება არა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი შეივსოს, არამედ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები ქართულ ეკონომიკაში და ქართულ მოსახლეობაში მივიდეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, სიამოვნებით გასაგებთ სხვა დროსაც, წარმატებებს გისურვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებაში. ავთანდილ კასრაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.